და ყველასგან თბილისის ქალაქთა ასეულთა ქართველთა მოწვეულთა და ძმებთა აბსალემთა იოანესა და გიორგისა, ბეთანიელი მამებისა და ყოველთა წმინდანთა ჩვენთა შეგვეციენ და გვაწყობდნენ ჩვენ მითერთა სახილას და გაცნობვალენ. ამინ. შეგვეციეს ყველას დედაფთიშობის მადლი შეწეულეს სრულიად ეკლესიას, სრულიად საქართველოს, სამცხოს, რომელიც შემოუპარგლია ერთმა დალოცოს ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი ის ხალხი, ვისაც მოსვლა არ შეუძლია, ყველა შეეწიოს დედაფთიშობელი, მონაზვნებს შეეწიოს მათი მფარველია დედაფთიშობელი. Ბევრნი დღე გამორჩეულია თავისი სიდიდით, თავისი სიმძიმით, თუმცა არ იგრძნობა უბრალოებაში ეს ყველაფერი ჩაფლული და ის რომ ჩვენ ერთმა ეს მოგცა ამის უნარი და საშუალება ერთად შევეყარეთ, კაცილებით მეტი უნდა ვიყოთ კიდევ. იმიტომ რომ გასაგებია, მე მინდა ისიც ჩავთო, რომ ქალაქელობა არ ნიშნავს მარტო წვას და ღვინოს, ქალაქელობა ყოველთვის იყო ამ ქალაქის ჩვენება, სიტყვა, პასუხი, ყოველთვის იყო ქალბატონების პატივისცემა, მოხუცების, ურთიერთობის სწორად გამომხატველი და გამომსახველი და დედაფთიშობელი ყოველთვის გვეხმარებოდა ამაში. დედაფთიშობლის მოსვლა, შობა, ამგვარად უდიდესი დღესასწაულია, უდიდესი მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, ეკლესიის ცხოვრებაში, რამე თუ დედაფთიშობლის მოსვლა ესაა საწინდარი იმისა, რომ ჩვენთვის ცხონება გამოჩნდა, ჩვენთვის გამოჩნდა ეს მაცხონებელი, ვინც მოდიოდა, ვისაც მოჰქონდა ყველაფერი ჩვენთვის სიკეთეები, რომელსაც ხშირად ჩვენ ისე ვერ ხვდებით და ვერ ვგებულობთ, განკაცებული მაცხოვარი. და მანამდე დედაფთიშობლის გამორჩევას 1000 წლეულები და საუკუნეები დასჭირდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ უნდა გამორჩეულიყო წინასწარმეტყველთა მიერ ისეთი ხალწული, რომელიც იქნებოდა ყველაფრით მაქსიმალურად შემკობილი, მაქსიმალურად. და წარმოიდგინეთ, რომ აი მთელი ძველი აღთქმის მაჩვენებელი არის, რომ მაძიებელია ერი და ვერ პოულობს იმას, რაც მას უნდა, იმიტომ რომ ადამიანის სულები ხსვა არის და ის, რასაც ღმერთი ჩვენ ცხონებისთვის გვაძლევს, სულ სხვა რამე არის. და ამ შემთხვევას კიდევ უფრო ამზადებს და უფრო მეტ თვალსაჩინოს ხდის ის, რომ შემოყავს რუთი, დიდი დედა, ბებია, დიდი ბებია მაცხოვრის, ესე მოიხსენება, რომელიც არ იყო იუდეველი, მაგრამ მისი შემოსვლა აჩვენებს პირველ რიგში რას? მორჩილებას, თანდაბლობას, დიდ სიყვარულს. ეს დიდი სიყვარული აქვს დედამთილის მიმართ. წარმოიდგინეთ, ხანდახან ჩვენი ქალბატონები, რომ დედამთილს ცოტა ისე მოიხსენებენ, ისე მოიხსენებენ. პირიქით, მან აჩვენა სიყვარულის მაქსიმუმი, იმიტომ რომ თავისი მეუღლე უყვარდა, რომელიც გარდაიცვალა. ამ გარდაცვალებას არ მოუტანია მათ შორის განხეთქილება და არ მოუტანია ამით უბედურება. პირიქით, სიყვარულის მაჩვენებელი აღმოჩნდა ეს და რუთია ის ადამიანი, ვისაც თავისმა დედამთილმა, როგორც დედამ, ისე მიცა კურთხევა, ისე მიცა ვალდებულება, რომ კიდევ ერთხელ დაოჯახებულებოდა და კიდევ ერთხელ შეექმნა მას ოჯახი. და სწორედ აი ბოოზი, რომელიც ხდება
მისი მეუღლე, რომელიც იყო იმ ქვეყანაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი თან ნათესავე, მანაც ისე გამოირჩია, რომ თავიდან ათქვა, რომ მეწავებან, მაგრამ შემდეგ, როცა ეს ყველაფერი აღესრულა და გამოჩნდა მისი, ასე ვთქვათ, თავისუფლება იმ გაგებით, რომ აუცილებლად უნდა მithოვებოდა ვინმეს, მაშინ მან აირჩია გამოსასყიდიც მოიტანა, ყველაფერი ის გააკეთა, როგორც ამას წესი ამბობდა და ფაქტია ის, რომ დედა ღვთისმშობლის წინამორბედ ქრისტეს დიდი ბებია, აი ესეთი სუსხვა ჯვრიდან შემოსული არა იუდეველთა წარმომადგენელი შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს არში და ის გვაძლევს სწორედ იმ დიდ სიხარულს, რომელიც მოვიდა ჩვენთან ღვთისმშობლის მიერ და ღვთისმშობლის მშობლები იოაკიმი და ანა იყვნენ ასა გადასულები და მათ ჩვილი არ ეძლეოდათ. ეს ძალიან დიდი სირცხვილი იყო იუდეველთათვის და ხშირად მათ ისე კრიცხავდნენ და ისე დაცინვაში ყავდათ მოყვანილი, რომ მათი მდგომარეობა თითქმის აუტანელი ხდებოდა და ამიტომაც იოაკიმე დგება, მიდის უდაბნოში 40 დღე და ღამე მარხულობს. მე მინდა თქვენ მაგალითისთვის გაითვალისწინოთ, როცა დავბივართ ჭყიბავებთან, ვეძებთ, რისი შედეგია, რომ არ გვეძლევა. აი მარხვით მიდის კაცი, რომელსაც ყველაფერი აქვს, უმდიდრესი ადამიანია. სხვა არ ძროხა, ყველაფერი გააჩნიათ, მაგრამ თავარს ეძებს, როგორმე მივიდეს იქამდე, რომ ეს სირცხვილი არ იყოს მისთვის და იპოვონ ის, რასაც ქვია ღვთის მადლიერება, ღვთის მადლიერების გამოხატვა ჩვენგან და დედა, რომელიც მიდის და ითხოვს, უფლისგან თხოვს, აი ერთ-ერთი დამცირების შემდეგ ითხოვს, რომ მომეციო შვილიო და შეისმინა მაღალმა ღმერთმა. ამიტომ ჩვენ ხშირად ჩვენს წარმოქმნილ ცეკვას არ ვცემთ პატევს, არ ვაქცევთ ყურადღებას, რას ვითხოვთ, როგორ ვითხოვთ, ვისგან ვითხოვთ, რა გვინდა. ამ დროს ვიცოდეთ, რომ ბოროტიც ახლოსაა. შემსრულებელი შეიძლება იქიდანაც გამოჩნდეს. ამიტომ რისი თხოვნა გვჭირდება, რაც ჩვენი სულიერებისთვის იქნება აუცილებელი და რაც იქნება ნაკურნებელი, ის უნდა ვეძებოთ. და წარმოიდგინეთ, რომ მისი პირველი აღთქმა ესეთია, რომ მომეცი შვილი და მე შამშვილს დაგიბრუნებ და უყურეთ, აი ამ ნათქვამს, აი როგორ დიდი სასუებით არ დავიწყები ეს რაღაც პერიოდის მერეს, როცა შეეძინებათ ბავშვი. არ დავიწყები, არ გამორჩენია თავისი ნათქვამის სიტყვა. არ უარყოფია ის, რისთვისაც მან თავში თხოვა უფალს. არ დავიწყებია ეს. და ისე მიეგებება ანგელოზი თქმელი იოაკიმესაც, რომელიც დიდ ხარკს გაიღებს და ამ ხარკის კი არა, ამ შესაწირის სიყვარულს ის აჩვენებს, რომ მანამდე ადამიანებს, რომელსაც შვილი არ ყავდათ, შეწვლის უფლებაც კი არ ჰქონდათ. ხშირ შემთხვევაში ამას ეწინააღმდეგებოდნენ. ამის შემდეგ ხდება ისტორიული ესეთი ფაქტი, რომ ორივე ცოლ-ქმარი შეთხოვს უფალს, რომ ამ შვილის აღზრდაში დაეხმარონ, იყვნენ ერთად და წარმოიდგინეთ 6 თვის თავზე ბავშვი გაივლის, დედა ღვთისმშობელი გაივლის და იმის შემდეგ უკვე დედა აიტაცებს ხელში და იტყვის, რომ სანამ არ მოგიყვან შენ, მანამდე მე მიწაზე აღარ დავსვი. წარმოიდგინეთ, ესეც ხო მაჩვენებელია იმის, რომ რაიმე არ მოსულიყო ისეთი ნება იქნება და თუ ცოდვის რაღაც საწყისები მცირე წლოვან ბავშვის, რომ რაღაცა არ მოსულიყო ისეთი, რომელიც დააზიანებდა მთავარ საქმეს. მთავარი საქმე ჯერ კიდევ წინაა. ამიტომაც მიყავთ აბარებენ სამი თვის ასაკში მღვდელმთავრებს, წმინდა და სიყვარული მათი დიდი იყო, დობის ფაქტორი მუშაობდა, რა თქმა უნდა და ეს ყველაფერი იმდენად ბუნებრივად მოხდა, რომ მისი აღზრდის ეს მთელი დრო ხდება მისი რაც შეიძლება მეტი სიკეთით და სიმდიდრით დატვირთვაში და 12 წლის ასაკში უკვე მას აძლევენ, ასე ვთქვათ, საპატრონო და ასაზრდელად ქვრივს, იოსებს.
ხაზია გასმული ხრივი, რომელიც იყო უკვე დიდი ხნის, რომელსაც არავითარი კავშირი არ ქონია თავის მეუღლესთან, თუმცა მისი ასაკი 12 წელი იყო, მაგრამ უკვე ჩაბარება და მეპატრონეობა იოსებს დაევალა. და ესეთი სიწმინდიდან მოსული ადამიანი, რომელიც წმინდა იყო, წმინდანობასთან არ არის საუბარი. მისი სიწმინდე, მისი პიროვნული სიწმინდე ყველაზე დიდ ჩვენში რუდუნებას, თავდაბოლობას, სიყვარულს, მორიდებას ყველაფერს უნდა იწვევდეს, იმიტომ რომ ერთადერთია, რა თქმა უნდა, ღმერთზე არაა საუბარი, ერთადერთია, რომელსაც თავისი პირადი ცოდვა არ გააჩნია. ჩვენ რაღაც ჩვენი ხო გაგვაჩნია ყველას. არ გააჩნდა არავითარი ცოდვა. ეს არის დოგმა, ეს არის მას სასწავლო პროცესისთვის ყველაზე ღრმად ჩადებული თემატიკა, რომელსაც სჭირდება სწორად გააზრება. მას თავისი პირადი ცოდვა არ გააჩნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი გასვლის დროს, აგერ ასუისე დიდი ხნის წინ ვიზეიმეთ ჩვენ სპოილები, მისი სიწმინდე გადავიდა წმინდანობაში და აღმატებულია სერაფიმზე და ქერუბიმზე სერმოთ გომია. შეგვეწიოს ყველა, შეეწიოს სრულიად საქართველოს, ფარავდეს. ერთი მინდა ყველას გითხრათ, რომ ჩემი და შენი აქ არ შეიძლება რომ დავიწყოთ. აქ ჩვენი უნდა იყოს ყველაფერი. ღმერთმა შექმნა ქართველი ერი, ღმერთმა შექმნა საქართველოში მცხოვრები ყველა წარმოშობის და ყველა ეროვნების ადამიანი და როგორც დღევანდელი ზეიმი, ასე ვთქვათ, ეს საპორმარილო ნამდვილად არაფერი ცუდი ამაში არ არის, მაგრამ პირველ რიგში ეს აქედან დავიწყოთ, ღირებულებები და ფასეულებები გადავალავოთ, რას რა უნდა მოყვებოდეს. იმიტომ აჩვენება იმისა, რომ აი ესე ნელ-ნელა მოსულია ღვთისმშობლის მიერ შობილი ღმერთი, რომელიც გაანკაცდა და არა ისე როგორც შეიძლება გვეშლება და ვამბობთ რომ აღმერთ არავითარ შემთხვევაში. ამიტომ არავინ არასოდეს არ დავაყენოთ ღმერთის ადგილზე. არავინ ვინც არ უნდა იყოს. ჩვენი შეცდომაც ამაში მდგომარეობს. ავიყვანთ ცაში, მერე გავუშვებთ ხელს და დაცემოს მერე ვხედავთ რომ თურმე ეს ადამიანი ყოფილა. თურმე მასაც ეშლება, თურმე მას აქვს ნებები, თურმე მას აქვს ცოდვისკენ მიდრეკილება. ამიტომ ვიყოთ ჩვენ მოაზროვნეები, ვიყოთ ადამიანები, ვისაც სიყვარული მარტო სიტყვად არაფრის მაჩვენებლად არ მიაჩნია და ხშირად ნათქვამი, ნასაუბრები ბევრს არაფერს მოქმედებაა მთავარი. ხშირად ჩვენ ფორმალურ მხარეს ვიცავთ და მთავარი სიკეთეები გვაუწყდება, ამიტომ სიკეთეს სჭირდება აღსრულება. არ ნიშნავს ყველაფრის მიშვება სიკეთეს. პირიქით, ის რასაც თავისუფლება ქვია, სწორედ იქ დგება საკითხი, შევიკავოთ თავი იმისაგან, რასაც ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ გვინდა მარტო. ეს არაა თავისუფლება. თავისუფლება არის სწორედ ამ ყველაფერსგან თავშეკავება. ღმერთმა დაგლოცოთ დღევანდელი დღის წმინდანების შეგვეწიოს ყველას. ერთადერთი აბსოლუტური მამები, გიორგი და იოანე და გიორგი, ისინი ნამდვილად აი მფარველები რო იყვნენ, რომ ჩრდილო დასავლეთის კარიბჭედან ქალაქს უყურებდნენ, პატრონობდნენ და მათი მოცვებით და მათი სიყვარულით ღმერთმა დაგლოცოს და სიკეთებმა ჩვენი უწმინდეს დალოცოს ღმერთმა. ყველა დაგლოცოს ღმერთმა გაგაძლიეროთ შეგვეწიოს. სახელითა მამისა და დაბასა.